გამომდინარე იქიდან მოგეხსენებათ, რომ სპონსორი ჯერ მაფიის საზოგადოებას არ ყავს და ეს ეკეთება თავიდან მოროდი მაფიის საზოგადოების და ახალგაზრდული საბჭოს ამ ბავშვი დახმარებით ხელშეწყობით და ასე შემდეგ. მაგიდაზე გამოვლინდება MVP, რომელსაც გადაეცემა საჩუქრები და ასევე თითოეულ თქვენგანს დაურიგდება სერტიფიკატი. დავიწყოთ განხილვა შეფასება ნომერო 1 და ბარემ აქვე მინდა რომ მაფიაზე ორი სიტყვით მიმოიხილოთ და მიმოიხილოთ და ისაუბროთ იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იციან რა არის ეს თამაში, ვისაც გონია დაუშვათ ზოგს აზარტული თამაში, ზოგს საღამობით რო ცუდ რაღაცებს ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ამ ხალხისთვის რა არის მაფია, რას გაძლევთ, მოგწონთ, არ მოგწონთ და ასე შემდეგ. გისმით. პირველ რიგში მაფია არის საზოგადოება, სადაც გავიცანი უამრავი მეგობარი და გავიშინებთ ძალიან ბევრი საინტერესო მეგობარიც. პირველ რიგში ეს თამაში გასწავლის თუ როგორ უნდა იყოს დაკვირვებული, როგორ არ უნდა დაიბნეს საზოგადოებაში, როგორ უნდა ilaparaco, როგორ არ უნდა ilaparaco. ბევრი წესს გასწავლის, ისე გასწავლის როგორ უნდა მოიცნო ადამიანი რა ქმედებას აკეთებს, რატომ აკეთებს, დაკვირვებულს ხდის უფრო რა. ასევე სპიჩებს გიუმჯობესებს. აი რამდენადაც ბევრი არ უნდა ითამაშო მაგიდაზე, გიწევს, იძულებული ხარ მეტი ilaparaco, ცოტა ilaparaco, უეჭველი ბევრი უნდა ilaparaco, თორე ამ თამაში გაგაგდებენ ცოტა ilaparaco, ნაკლებ ilaparaco-ის გამო. ჩემი აზრით, ლაშას ეს წამოწყება არის იდეალური ახალგაზრდობისთვის. ძალიან მაგარი წამოწყება, იმიტომ რომ ახალგაზრდებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ითამაშოს, გაერთოს, კარგი მოგონებები დააგროვოს. მე მაგალითად ეს ტიპზე ძალიან მიყვარს, მართლა არ იმდენი სასაცილო სახალხო. მაგაცა იარაღს რომ მიზნებს ისე რომ თუმა, აი კამერა მაგიდის ქოშენია. ლაშა არის პრობლემა. ეს თელეგრი რომ მიჯიგინა თამაში. არ გამწირო, არ მინდა. ნუ რა, ძალიან მაგარი ადგილი. ძალიან დიდი მადლობა და ახალ თამაში. MVP-ც და თამაშიც რომ მიმოიხილოთ. პირველში თამაში მქონდა ძალიან, ჩემი აზრით ძალიან მაგარი გეგმა, უბრალოდ მე 5 ნომერს მეხუთე ნომერი შენ გააძვინე. კი, გავაძვინე, მაგრამ მე 5 ნომერს ვერ აუხსენის, რომ ახლა უკვე მე-10 ნომერი რომელიც იყო ახლა მე-10 ნომერი, ვანიშენ რომ მეთქი სერიული ხელი განაშენ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაინახე. შენი ხილი რო წასულიყო მე-10 ნომერში, სერიულ ცოტა დაითვალა ხილები მაინც პირდაპირ ერთ-ერთში გიფი. ან მარცეთ მაგას 6-3 ხილავდა. 10-3 ეს რო და 5-8-ისთვის ეს რო და 3-5-6 იგულზებდა და 5 გავუშვი. უეჭველი თან. მაგას გიწევდი გა. არა, სწორად ხნავაც. მე მაგას გიწევდი გა. 6 ხილი ვერ დამიტყვი. 3 ხილავში გავიხუძებდა. 1 ხილი ვერ დამიტყვი. 1 ხილი ვერ დამიტყვი. 3 და ხილი. მე ხილი ვერ დამიტყვი. ნუ მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაგარი თამაში იყო, ჩემი MVP, ჩემი აზრით, თქვენი ჩემი არის მაცა. ნომერი 6. ნომერო 2 გისმით. კეთილი. ეს პროექტი და სანამ დაიწყებ, აქვე მინდა მიაღვნიშნო, რომ ნომერი 2 ანიკა არის ადამიანი, რომელიც ამ ტურნირის მოწყობაში თავიდან ბოლომდე გვერდში, მხარში, მეტ არც გვერდით და არც სადღაც იქით გვერდში, მხარში როგორც შეეძლო, რანაირადაც შეეძლო, არ მზარდებოდა და ასე შემდეგ. ჩემგან ძალიან დიდი მადლობა და რესპექტი. მადლობა ბატონო ძაღლო. ანუ პირველი როცა ეს პროექტი დაიწყო, მისცა მომეწია რომ პირველი თამაშის პირველი ნომერი მე ვიყავი და გავხსენე შტობით რომ მადლობა მაფიის საზოგადოებას და მოდი ჩემ მოღვაწეობასაც პირველ სეზონში ამ შტობით დავასრულებ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მაფიის საზოგადოებას. ბატონო ძაღლანის შტობის გამო ძალიან დიდი მადლობა ისე ეთერება და კიდევ უფრო მეტად გავწიწდი და ჩემი აზრით მე დიდი არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ყველაფრის სული შემდგარი ბატონი ლაშა და მისი გუნდი არის, მისი მეუღლე რომელიც ახლა კამერის უკან იმალება, მაგრამ დარწმუნებული ძალიან დიდი შრომატებს რომ ყოველ თამაში ისე ჩაწერო და შემდეგ ამის მონტაჟიდან უკვე მთელი ამბავი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ფარდის უკან რჩებიან ხოლმე და დიდ სამუშაოს ასრულებენ. რაც შეეხება უშუალოდ თამაშ მაფიას გულისხმობ და არა ამ კონკრეტულს, მოვუწოდებ ყველას ჩემთან ერთად, ჩემს მეგობარ ჩვენს საფუძვლად, ან უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს ვინც ფოჩი ცხოვრობს, რომ თუ ყოველ დღე შენი ფიქრები შეწუხებული ისეთ სიტყვებით, როგორც აუ ფოჩი, გასართობი არა და აუ ფოჩი ძალიან ეხავს,
არა, უბრალოდ ის ხავს, რომ შენ დღეს ამ მაგიდაზე არ ზიხარ რა, იმიტომ რომ შენ თუ იმის პრეტენზია აქვს, რომ ფოჩი გასართობი არ არის, მაშინ დროა რომ სწორი გაგებით რო თქვა, თვალში გამოიხილო, იმიტომ რომ ესეთი სიმცეები ნამდვილად ფოთის პულზე მოკლედ ხელი უდევს, სწორედ ამიტომაც თუ შენ გინდა რომ შენი დრო გამოიყენო კარგად, რაციონალურად და თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი შენი გონებრივი შესაძლებლობების დახვეწო, აი ეს მაგიდა გელოდება რა და მოდი და ჩაერთო და მართლა დიციონალობას მიიღებ, მე პირადად ამის გარანტიას გაცნობ. ტოტალიზატორები ხმარ აქვს. არა, 10 ტოტალიზატორები გვაქვს ზოგიერთი სკოლის საკუთრებად. 10 კატებს არ ვატყავ. ხო, ზოგიერთი სკოლის საკუთრებად არც კატებს არ ვატყავ და არც გადაღების შემდეგ ფოტოებს არ ვიყენებ. არა, კეთილსინდისეეთ. თამაში რა შეიძლება მოკლედ. მოდი, ცოტა გზელად გამომგვია ეს სიტყვა. ყველამ ასეთი ვისეთ და თქმა უნდა, კარგად ითამაშა, იყო ლაფსუსები, მეც ნომერზე მოვაგებ ამას. არა და კარგად წინას. ყველამ კარგად ითამაშა. პირველ ნომერს ოდნავ მოგვიანებით მოვუბრუნდები, სამი ნომერი იყო ბატონო ჩოლი პატიოსებმა ქალაქე ისევე როგორც მე და ვფიქრობ რა შეიძლება მაქსიმალურად გააკეთა, უბრალოდ სამიანი უნდა იყოს.იანმა მხოლოდ ჩემთვის პირადად ერთად გილას დაუშვა შეცდომა და მაგასაც ვიტყვი ოდნავ მოგვიანებით, როცა მე-10 ნომრის შეფასებაზე გადავა. 11-4 ერთად არ უნდა იყენებიო ხო? არა, მე-10 ნომრის შეფასებაზე როცა გადავა, მაშინ ვიტყვი მაგას. მე-4 ნომერი შეულებრივად სტანდარტულად გერს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თავისი თამაში კი ბატონო ითამაშა. მე-5 ნომერს ოჩახი, იმიტომ რომ მართლა გაზრო, მაგრამ ჩემი აზრით მე-5 ნომერი უფრო მეტად სწორად გამით ყველანაირი პატივისცემის შეთანხმებით პირველი ნომრის ხარჯი უფრო მეტად გაზრო, რომ პირველმა ნომერმა გაგიმა შენ მაქსიმალურად. მე-6 ნომერმა ექიმის როლიდან კარგად ითამაშა და ქალაქს დაუტოვა შანსი მას შეცვალა. მე-3 ნომერი დაიხილა და კიდე კაი არის უბრალოდ, იმიტომ რომ რამე მგონი აპირებდა შეცვალა არ ვიცი ესაკეთა თავს მოიწამელა და ანობდა და კიდე კაი რო არ შეცვალა და მაგ შემთხვევაში სწორედ ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან მე-6 ნომერში მე-3 ნომერი აქ სწორად დაიხილა. მე-7 ნომერი საკმაოდ ჯანსაღად საუბრობდა და ყველაფერი სწორად ისაუბრა და მე იმის ჩაუბრაში არც ერთი განსაკუთრებული შეცდომა არ დამიმეცნებია ბოდიში. მე-9 ნომერმა სწორად გამიგეთ რა. ანუ ეს თამაში შეიძლება პატიოსებს რომ მოეგო, უბრალოდ გარეთ თქვი და ახალს გამომეორდები რომ სწორად გამიგე მაგიდაზე 5 შავი გვეჭდა რა. იმიტომ რომ ეგ არის გადაფარება, ეგ არის მაგით თამაში არის, მაგრამ გასაგებია რაც მოხდა რა. 11 ნომერია თქონდა მარტივად გავიდა თავისი შავი იყო მარტივად გაძრა იქ ყველაფერი. მე-10 ნომერი არის მაგიდაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ მარტო იმიტომ ვერ მოსახელებ ვიპად, რომ პირველ და მეორე წრეზე ვლაპარაკობდი და არავინ არ მიჯერებდით რა. მეორე წრეზე ჩემი ნალაპარაკები არ მოიწონა, მე-3 წრეზე ჩემი მეორე წრეზე ნალაპარაკები მოიწონა და სწორედ მაგიტომაც ძალიან საეჭვო იყო თავიდან რომ ვლაპარაკობდი დაბრუნებული ამეთი და მე-6 და მე-3 ნომერს რაც თქვი, რასაც ხეთი დაუსვა ყველაფერი კარგად ითამაშეს, ხო, სწორედ იმას ვლაპარაკობ, რომ არ მოусმინეთ, არ გაიხსენეთ მეორე ნომრის ნალაპარაკები თავისი სიკვდილის შემდეგ, რომელიც მე-10 ნომერზე ლაპარაკობდა, რომ არ იჭერს არც ერთის მხარეს მეთქი და უბრალოდ ხან მიწონებს, ხან არ მიწონებს მეთქი და ეგ რო გაგეხსენებინათ, სავარაუდოდ დარწმუნებული ვარ, რომ კარგი მოთამაშეები ხართ, რომ მაგ გიხდებოდით, რომ მე-10 ნომერი სავარაუდოდ შავი კარტი უნდა ყოფილიყო სერიული სახით. რაც შეეხება ჩემს MVP-ს, პირველსა და მერვე შორის ვფიქრობ, მაგრამ ვინაიდან მერვე ნომერი იყო ადამიანი, რომელიც პირველ ღამეს მოკვდა და თან დეტექტივი იყო და დაგვიტოვა შავი გადამოწმებული კარტი, პირველი ნომერი ძალიან კარგად პირველ ნომერს ძალიან კარგი თამაში და მოაგებინა მაფიას ამას თამამად ვიტყვი, თამამად ვლაპარაკობ, მაგრამ მოდი პირველ ნომერი გონი ფესს დამეთანხმები, რომ მე-9 ნომერი ვარ გახსნილ დეტექტივა, თქვენ მოგება გაცხრებით, რომ გაგიგრძელდებოდა. რთული იქნებოდა ძალიან რთული იქნებოდა და თან პლუს ეგ არის. მერვე ნომერს ვასახელებ მარტო იმიტომ, რომ მე-11 ნომერი პირველი ღამეს ბრახ დაგვიტო შავი კარტი და რო დარჩენილი იყო მაგიდაზე, კიდე არ ვიცით რას გააკეთებდა და როგორ გააკეთებდა. სწორედ ამიტომაც ჩემი MVP არის მერვე ნომერი, მაგრამ პირველი ნომერი როგორ? კი, თქვენ მოგალიცდა აქ მაგარი სხვა იყო, მაგრამ პირველი ნომერი აქ ხოლმე ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო და არ მხოლოდ მაგიდაზე იყო მის სიმღერა ტოპ თამაში, არავინ ზოგადად იყო ტოპ თამაში და ჩემთვის რო არ ელაპარაკა დემოკრატ მარტო შემთხვევაში დავასახელებდი, ჩემთვის რო ხელი არ მოდო და არ ვქო რომ დეტექტივი ვარო რა. ამ შემთხვევაში დაგასახელებდი დემოკრატ. არ უნდა გეჩეკდება. მიულოცოთ ნომერ 8-ს დასახელება. მადლობა ძალიან დიდი ასეთი კარგი სპიჩისთვის. ნომერ 3. ხო, პირველ რიგში მადლობა დიდი თქვენ, ბატონო ლაშა და თქვენ მთელ გუნდს რა, მადლობა მაფიის საზოგადოებას. ახლა просто უბრალოდ მინდა რომ წარმოვიდგინოთ რა ესეთი სიტუაცია რა 11 კაციდან 10 კაცის საუბარი უნდა მოისმინო 10 კაცის საუბარი თავში უნდა დააწყო ვინ ელაპარაკა ვინ როგორ ელაპარაკა რთული კი ჩანს მაგრამ დროთა განმავლობაში მართლა მიჩვევადია რა და უბრალოდ არ გიწევს მხოლოდ ერთ კაცთან არამედ გიწევს 10 კაცთან დებატებში შესვლა და აი მართლა ძალიან სახალისო თამაშია ძალიან არგუმენტირებული თამაშია და ძალიან გონებრივი თამაშია რა და ყველას გირჩევთ მეგობრებო მართლა რომ მოხდეთ და ერთხელ მაინც გამოცადოთ რა შანსი უნდა მიცეთ ჩემი აზრით და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აშას რომ აი მოუწე შესაძლებლობა ფოჩი და
ბუნგალოები და გამოვინაცვლოთ ასე ოფიციალურ ადგილას. ხო, ახლა რა შეიძლება უშუალო თამაშს რა. ძალიან კარგად ითამაშა 2 ნომერმა, ძალიან კარგად ითამაშა 6 ნომერმა, მაგრამ 6 ნომერო ის არ მომეწონა ერთ-ერთი შენგან რა სიმართლე გითხრა რომ აი მესამე ნომერზე მე რო გამიხსენი ჩუმად ექიმად, არ მომეწონა, იმიტომ რომ შენ მე არ იცოდი რომ კაცებს წითელი კარტი ვიყავი რა. ხო, ახლა რა შეიძლება ჩემი თამაშს ემიგვი, ჩემი თამაშს ემიგვი არის პირველი ნომერი იქიდან გამომდინარე რომ აი გაიხსნა 8, გაიხსნა 9, გაიხსნა 11, აი პირველ ნომერმა ჩემი აზრით ყველაფერი არია და 5 ნომერი პირველ ნომერმა გააძვინა რა. პირველი ნომერი რო არ გახსნილიყო მართლა დირექტივად, მაფია წააგებდა. აი რომ არ გახსნილიყო დირექტივად წააგებდით რა თამაში. 9 ნომერი რო გახსნილიყო შეგვიძლია შევ არ გახსნილიყო მაინც წააგებდით თამაში. ხო, და აქედან გამომდინარე ჩემი ემიგვი იქნება პირველი ნომერი. წარმატებები ყველას, მადლობა დიდი. ისმენ მოკლედ, პირველ რიგში მეც იმის ვიტყვი, მადლობა ლაშას და თავის საზოგადოებას, რომ ესეთი თამაში ჩამოიტანა ფორჩი. ხო და ვისაც აუდიტორიის წინაშე მოგვიყვეთ საუბრის შიში და ამ შიშის დაძლევა უნდა. ყველაზე კარგი ადგილია, რომ ეს შიში დაძლიო, ცოტათი მაინც. და ასევე როგორც მისამენა მოგახსენდა, დებატებისთვის ძალიან კარგია, განმავითარებელი თამაშია და რა ვიცი, ყოველს ვუჩვევ, რომ დაჟეს და ითამაშოს. და შეეხება ჩემს MVP-ს, მოკლედ ვიტყვი, მე 8 ნომერს ვასახელებ. მიღებული. ნომერი 5 გისმენთ. მადლობა მაფიის საზოგადოებას. მოკლედ ჩემთვის მაფია არის ინტელექტუალური თამაში, სადაც უნდა გამოიყენო ფსიქოლოგიას, θεωρიის ენის ცოდნა, ასე ვთქვათ, უფრო ამჯობესებს შენს საუბარს ყოფთან მიმართებაში ყველაფერი. კარგად გამოვიყენო, მაგრამ შეიძლება შემთხვევაში, ასე ვთქვათ, შემთხვევით თამაშებში ეს კარგად გამოვიყენო. მომეწონა ძალიან პირველი ნომერის თამაში. მოგეწონებოდა? საუბრობდა პირველი მეორე მის მე-6 მე-7-ც და ნუ ხო. თქვენი MVP? MVP არის. 2 ნომერი. არ აში მეგობრებო. ნომერი 6 გისმენთ. გამარჯობა. პირველ რიგში მადლობას ვუწევ მაფიის საზოგადოებას. მართლა ეს ისეთი ადგილია, სადაც ბევრ კარგ თვისება შეიძლება. მაგალითად ეს არის დაძაბულ სიტუაციაში ადაპტაცია, როცა 10 კაციდან ეხა 10 ვერ გეჩოდეს იქნება, როცა შევიხარ ორის გამოკლებით, მაგრამ ის ორი როცა იმ დანარჩენ 8 კაცს ხარს ულავს, აი 10 კაცი რო შენ გერჩის და შენ რო გაძრომას ცდილობ, ეს ძალიან რთული რაღაცაა და ამის შეძენა. რა თქმა უნდა, მით უმეტეს რა, ამის შეძენა შეგიძლია აქ. ასევე კრიტიკულ აზროვნება ძალიან აუქალებს და ძალიან კარგია ცხოვრებაშიც, მაგიდის იქით და თამაშის იქით. ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მესამე ნომერმაც აღნიშნა, ჩვენ საერთოდ ჩვენ სამეგობროში ძალიან მიყვარს ეს სამაგიდო თამაში. ერთ-ერთი საუკეთესო სამაგიდო თამაშია, მე თუ მკითხავ და მართლა ძალიან დიდი განვითარება გაიცადა ფოჩი, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ადრე უფრო სხვა ხალხი იყო, სხვა სახეები და დაგწმობდი რომ სხვა სახეების დაგვემატებიან ამაგიდაზე ნელ-ნელა. ძალიან დიდი მადლობა ლაშას და სრულ კოლექტივს მაფიის საზოგადოებას. რა შეეხება ჩემს ჩემო. MVP მაინც იქნება ნომერი კარგი იყოს 2. 2 იქნება ჩემი MVP. ნომერი 7 გისმენთ. ძალიან მაგარი თამაშია მაფია. აი არ მახსენდება სკილი უნარი, რომელიც არ შეუძლია ამ თამაშს გაგივითარ, აი დაასახელეთ რამე ნებისმიერი უნარი. ჭამო. ძალიან კარგი თამაშია მაფია და ყველა სიამოვნება რა შეეხება MVP-ს. მოიგო მაფია, ამიტომ ვიგებ რომ რავი ზოგიერთ კითხვის ალბათ რომ მე მაფია მოიგო მე-9 ნომრის სულ პატარა შეცდომის გამო, მაგრამ ვფიქრობ რომ აი ამ შანსის გამოყენებაც ძალიან დიდი ნიჭია და ვასახელებ რა თქმა უნდა პირველ ნომერს. იგარი. ოჯახ აი ძალიან კარგად გამოიყენე ის შეცდომა რაც დაუშვა და კარგი ნომერი ნომერი 8 გისმენთ. ესე იგი, პირველ რიგში მადლობა თქვენს და თქვენს. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ნათქვამია და მეგობრებიც არუდა. გადავაყდები თამაშზე. ჩვენ რადგან მაფია მოიგო მართლა და ჩემთვის არის პირველი ნომერი. ნომერი 9. რა თქმა უნდა 9 ნომერი MVP-ია. მადლობა თქვენს რომ მე გამოსწრება. ხო, MVP გამოსახელებ უცნაურს. 6 ნომერი. შევლოვიდან გამომდინარე. და სულ მადლობა კიდევ ერთხელ. 10 ნომერი გისმენთ. მაფია არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში და ჩემი საყვარელი თამაშიც, რომელიც აი მართლა ძალიან მიყვარს და ხშირადაც ძალიან ბევრჯერ მეც მითამაშია, თუმცა ჩემი თამაში მხოლოდ სკოლაში
სკოლის კედლებში შემოიფარგლებოდა, ასე რომ ვთქვათ, და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა ასე პროფესიონალურ გარემოში გეთამაშოთ, ჩემთვის პირადად ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩემი MVP რა თქმა უნდა არის პირველი ნომერი, რადგან ის რომ მოიგო მაფიამ თავიდან ბოლომდე არის მისი დამსახურება, რადგან რომ არ გონებოდა პირველი შავი და მისი შავი გადამოწმება არ ყოფილიყო მეხუთე ნომერი, მე აუცილებლად მოვყავდი მეხუთე ნომერს და შესაბამისად მაფიის გამარჯვება მართლა მისი დამსახურებაა, რადგან მეხუთე თავიდან საიბროიყო, მაგრამ მოკლედ როგორც რაც იყო და პირველი ნომერი MVP. ასტიკრობ ნომერ 1 და მე თუ მკითხავთ შენი კომენტარიც გაგვიდგა. ჩემი კომენტარიც გაგიკეთეთ. კაი, 2 ციკლი, ნუ მე-11 ნომერი მეგობრებო, ძალიან შეფარებოდა აქენა გამომდინარე დაქტოვა და რა თქვა თავის პიჩი პირველი 2 პირველი 3 ანუ 3-ია მე-11 ნომრის MVP, პირველი არ არის მეგობრებო. კაი, რა თქმა უნდა, ჩემს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე ხმებში არ ვიყავ მონაწილეობას, რაც შეეხება თამაშს. ნუ მე წეგანაც აღვნიშნე, რომ ცოტა ზოგადად ცლად მოვიხირო. მე-9 ნომერს ალბათ ქონდა გათვლა, რომ შერიფს გადაფარებოდა. ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებიდან და ასე შემდეგ გამომდინარე, ეგ არის გამართლებული, მაშინ როდესაც შერიფი ცოცხალი ყავს და ექიმი აღარ ყავს, ეფარები, ნუ სადღაც აი გვერდზე გიზის დაუშვათ და პირობითად მეც და არა მხოლოდ მე ბევრს გავიკეთებია, ჩუმად გავხსნივარ და გვიშერიფებია, მხოლოდ იმიტომ რომ ექიმი მოგვიქნეს. მივხვდი რატო? ის მე კარნახობს, ან მაგალითად 8 გადაგამოწმა შენ ხარ წითელი და მე 8 შემდეგ ღამეებში კარნახობს გადამოწმებებს და შენ ამას იძახი. ოღონდ რა თქმა უნდა თუ ენდობი და რა თქმა უნდა თუ შავიდან არ აკეთებს ამას. ესეთებიც ყოფილი. ეს გამართლებულია, როცა ექიმი არ ყავს და შერიფი მაგიდაზეა. მაგრამ როცა პირველ ღამეს გვდება შერიფი და შენ იმის მერე იხსნება კიდე 2 შერიფი, თუ სწორად მახსოვს, 11, 1, 8 და შენ კიდე იხსნები შერიფად. ეს არის ფაქტობრივად გაწირვა თამაშის და ამას არ მივესალმე, მაგრამ ეს კილები დახვეწადია, მოკლედ მეგობრებო, ამის თქმა მინდა და ასევე გამოიწერეთ ჩვენი Facebook და YouTube გვერდები, არხები და ყველავე კარგი სპიჩები გქონდათ, უბრალოდ რაღაცებში ვერ გაგიმართლათ, არ გაგიმართლათ. ფილიც გაარტყა, მაგრამ თითქმის აზრიც აღარ გქონდა უკვე მაგ ამბავს, იმიტომ რომ განწირულები იყავით. მე-10 ნომრის თამაში მომეწონა ძალიან, იქამდე სანამ საბედის წეროს შეცდომას დაუშვებ და არ მაქვს საუბარი 3-0 ისროლა. მაშინ როცა მესამე ღამე იყო, მე მგონი ძალიან დიდხანს რო ინახა კილები. ერთი გასროლა რო წინა გასროლამდე გაეკეთებინა, ჩემი აზრით ამ თამაშს აუცილებლად მოიგებდა. როგორც კი ნომერი 1 გაიხსნა შერიფად, კიდევ ვიღაც გაიხსნა შერიფად, მაშინ უნდა გაისროლა ვიღაცა შერიფი. უეჭველი და შემდეგაც ერთი კილი და დასროლა იყო თამაში. ჩემი აზრით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჰქონდა შანსი 5-ში რომ გაისროლა. მაგრამ რატო არ გაისროლა 5-ში? ნომერმა 1-მა აიღო მთელი დარტყმა რა. მოკლედ იმედი მაქვს მეგობრებო, მართლა მომეწონა, თქვენი ყველას შერიფიც აუცილებლად უნდა გამოვყო, ძალიან კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, მოსვლისთვის, მონაწილეობისთვის. კიდე იქნება ძალიან ბევრი საინტერესო ამბები, სიახლეები, ტურნირები, როგორც სასკოლო, არა მხოლოდ ცოტა უფრო მასშტაბურიც, ამას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით, უფრო ზაფხულისკენ, სადღაც შუაში ან ცოტა მოგვიანებით. ეს დეტალები ყველანაირი ინფორმაცია აუცილებლად დაიწერება და მე მგონი მოვიდა დრო, რომ გამარჯვებული გამოვავლინოთ და სერტიფიკატი გადავცეთ მონაწილეებს. გახმართა უმრავლესობით თამაშის MVP გახდა ნომერი 1. და ჩვენს გამარჯვებულს აი ეს საჩუქარი. ეს ბევრად თქვენგან არიცით, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ნიკა არის ადამიანი და არა მხოლოდ რომელიც ჩვენთან ითამაშებს ულიმიტოდ, მანამ სანამ მაფია იარსებებს ჩვენი საზოგადოება, ულიმიტოდ და უფასოდ გასაკვირველია. გემშვიდობებით გამოიწერეთ ჩვენი არხი კიდევ ერთხელ. დაგვიმეგობრდით. ეს იყო პირველი სასკოლო ტურნირის სეზონის დასასრული.